ჟენევაში ზურაბ ბაბაშიძისა და დრიდორით არასენის პირისპირ შეხვედრა იწყება. ქართული მხარე სადისკუსიო საკითხებზე მსჯელობას არ აპირებს. ეს იქნება არაფორმალური შეხვედრა, რომელზეც სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრებენ. ზურაბ ბაბაშიძე აცხადებს, რომ ქართული მხარე რუსეთის ფედერაციასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის. პარალელურად რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საქართველოსთან სავაჭრო ეკონომიკური კავშირები აღადგინოს. Am შეხვედრიდან ჩვენ განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს, ეს იქნება ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, სადაც მხარეები შეთანხმდებიან მომდევნო შეხვედრების ფორმატზე, ადგილზე და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ველით, რომ განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიც არის რა პერიოდულობით მოხდება მსგავსი შეხვედრები, სად მოხდება ეს შეხვედრები, ეს არ იქნება ყოველთვის შვეიცარიაში. ეს არის რა თქმა უნდა ტექნიკური შეხვედრა, ანუ დიდი მოლოდინები არ უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, არანაირი გარღვევას ადგილი არ ექნება. იმედია რომ ამ შეხვედრაზე შეთანხმდებიან მომავალ შეხვედრებზე. იმედია. ანუ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თუ შედეგზე შეიძლება ვისაუბროთ, რომ შეთანხმდებიან რომ გაგრძელდება მომავალში ამ ტიპის შეხვედრები